მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ესე იგი, ქართული ოცნება, როგორც ყოველთვის არის წაყრუების პოლიტიკას ეწევა ამ შემთხვევაში და გონია რომ როგორც სხვა პროტესტები ნელ-ნელა მინელდა ამ წაყრუების პოლიტიკით იგივე მოხდება ამ შემთხვევაში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვინც რუსთაველზე ვდგავართ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი და მათ შორის იმათი წარმომადგენლები, იმ ადამიანების წარმომადგენლები, ვინც არჩევნები მოიგეს ამ ქვეყანაში და ეს ადამიანები არიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ეგზისტენციალური გადარჩენისთვის, ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალური გადარჩენისთვის. ჩვენი ქვეყანა ახლა დგას ისეთ ისტორიულ გზაჯვარედინზე, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირში, ან გაწევრიანება, ან არ გაწევრიანება და მინდა ვთქვა, აი სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოს არასდროს არ ქონია ასეთი ისტორიული შანსი, რომ გაწევრიანდეს ისეთი პრესტიჟული ქვეყნების კლუბში, დემოკრატიულ ინსტიტუციაში, სადაც ამ შემთხვევაში საკუთარი გავლენის გატარების საშუალებაც ექნება, საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალება და არ იქნება მხოლოდ როგორც ქართული ოცნება თავისი პროპაგანდისტული არხებით აანონსებს, რომ თურმე ვიღაცის სათრევები ვიქნებით მხოლოდ ეკონომიკურად, ვინაიდან ევროკავშირი ეს არის სრულად დემოკრატიული და იქ ჩვენ გვექნება ჩვენი ხმები, ჩვენი წარმომადგენლები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას ეძლევა აბსოლუტურად უნიკალური საშუალება ის მთელი 1000 წლეულების განმავლობაში, რაც არსებობს. სხვანაირად ჩვენ რასაც გვაჩვენებს უკვე ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა, რაც უკვე იურიდიულად და ლეგალურად დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებმა, ეს არის რუსეთის ორბიტაზე არათუ გადასვლა უბრალოდ პოლიტიკური გავლენის, არამედ აი ნელ-ნელა ნაბიჯ უკვე ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში. ალბათ მე შეიძლება ვიღაცისთვის რადიკალურად ისმოდეს ეს, მაგრამ მე მგონია რომ ასე იქნება, ვინაიდან თუნდაც ის 28-ში რომ გაცხადება გაკეთდა, არავის არ წარმოედგინა თუ ოდესმე გააკეთდებოდა, ხო? შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას დაუპირისპირდებით და უნდა დაუპირისპირდეთ კიდევ უფრო მეტი ძალებით, პირველ რიგში, როგორც ახსენეთ, ეს თქვენ გამოვიდა ქართული ოცნება და თქვა, რომ პრინციპში ეს უკვე თქვა, რომ რაღაცნაირად განმარტება, კარგად, უბრალოდ თქმა, ჩემი განცხადების, ჩემი გადაწყვეტილების გამოხატვა არ იყო მაინც და მაინც ზუსტი და რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაცია. ან შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ისევ გაიმეორა, მეგობრებო, გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ 2028-ში მივმართავთ ანუ არ გადაუთქვამთ. ხო, ეს ყველაფერი არის. ანუ გაიმეორა ისევ რაიმე ფონდით რა მაინტერესებს, რაიმე სივრცე შეიძლება გქონდეს ქართულ ოცნებას, რომელიც გამოიყენოს პროტესტის შესამცირებლად. თუ შეიძლება ვიტყვი, რომ აი ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის საკენკი და იმ პროცედურაში შეთრევა ქართული ოცნებიდან, რაც მანამდე აკეთებდა, ხო? მაგალითად, ადრე რომ იყო ხოლმე რომ აი საპარლამენტო კომისიას შევქმნით და განვიხილავთ და ასე შემდეგ და საბოლოოდ თავისი გაქონდათ, გვატყუებდნენ დანაპირებს არასრულებდნენ და ასე შემდეგ. ეს იქნება აბსოლუტურად ჯერ პირველ რიგში მოდით ამოვიდეთ იმ ამოსავალ წერტილიდან ქართული ოცნება ვინა ეს არის კრიმინალური დაჯგუფება და ამას უნდა დაერქვას სახელი რა ესენი რომ გვეუბნებიან რომ ნაცმოძრაობა სისხლიანი 9 წელი და კრიმინალური თვითონ არიან კრიმინალური დაჯგუფება რომელიც სხვათა შორის სხვა კრიმინალურ რეჟიმებთან რის გამოც დასაკცირდნენ მიდიან და ხელს ართმევენ იმათ და იქ მღერიან ერთად ამერიკას სიკვდილი ისრაელის სიკვდილი და ასე შემდეგ და ის კრიმინალური დაჯგუფება რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის სისტემური დანაშაული და გააყალბა არჩევნები 26 ოქტომბერს. როგორ შეიძლება ამათა საერთოდ რამენაირ კომპრომისზე წავიდეთ? ანუ რას მეუბნებით, რომ გაგვითავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად დაიჭირეს და ჩვენ სახლებში წავალთ? თუ რაღაცა იმ სულელურ კანონებს და ავტორიტარულ კანონებს დაიწოვენ უკან და ჩვენ სახლებში წავალთ? არა, პირიქით, ამ კანონებსაც დავარღვევთ, იმიტომ დავარღვევთ, რომ არანაირი კანონი, რომელიც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლებისა და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის მიღებული, ეს არის ყველა უკანონობა. არანაირად არ არის კანონი. ვინც ამ კანონს დავემორჩილებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავდივართ ჩვენ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. რა თქმა უნდა, არ უნდა დავემორჩილოთ, აი მინდა ის გმირი გოგონა გავიხსენო, თუ არ ვცდები ზუგდიდში იყო, რომელიც ბალაკლავით ხელში, ბალაკლავით სახეზე ეუბნება პოლიციელს, რომ აი ყოველდღე მოვალ აქ და ყოველდღე გავაპროტესტებს, ამით და აი ასე უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა და წინ უნდა ავუდგეთ ამ რეჟიმს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი, ქართული ოცნება არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც 12 წლის განმავლობაში ატყუებდა საქართველოს მოსახლეობას და ცდილობდა
და მათ სულიერ და ტრადიციულ ღირებულებებზე რომ მოეხდინა манипуляცია, რაც საბოლოოდ მოახერხა, თუმცა ქართული ხალხი ამ შემთხვევაში პატას მინდა დავესესხო, რომ ახალი საქართველო დაიბადა, მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილი 20 წლის რომ წავიდა, ჩამოვიდა მე მგონი 60 წლის და გამორჩა ამ ადამიანს ამ ხალხის განვითარება. ჩვენ ვინც იქ ვდგავართ, ვართ ბევრად უფრო განვითარებულები, ვიდრე ეს მთავრობა გმართავდა. ჩვენ ამას არ ვიმსახურებს და შესაბამისად ბოლომდე ვიბრძოლებთ და არანაირი კომპრომისი კრიმინალურ დაჯგუფებას. გამოსავალი, რაც თავად ქართული ოცნებისთვისაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ახალი არჩევნებში. შეგახსენებთ, მეგობრებო,